ნუ არ მოაწერა პრეზიდენტმა, ესენი არ შევიდნენ პარლამენტში. გასაგებია, რომ ეს ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, რომლის შედეგიც არის, თქვათ, მატრიცში ეს LGBT პროპაგანდაც, ცოტა შერის მე ცოტა აქ მოგლებას ხო შეიძლება არ გამომივიდეს, იმიტომ რომ რაც შეეხება LGBT საზოგადოებას უფრო რთულად ითქმის, მაგრამ ვერ ვიმახსოვრებ კასოებს ამატება და უკაცრავად ვარ ამ საზოგადოების წინაშე საერთოდ ზოგადად შეიძლება ზუსტად ვერ გამოვხატა სახელს, მაგრამ აზრი გასაგებია. ანტიდისკრიმინაციული კანონი საქართველოში, როდესაც მიიღეს, მასში არის ჩემი ლომის წვლილი. ნაცემმა ვერც კი გაბედეს ამ კანონის შემოტანა. და მეც არ დაგიმალავ და ძალიან დიდი მუშაობა დამჭირდა, რომ ეს კანონი გაგვეტანა. რა თქმა უნდა, ეს ხალხი არის ჩვეულებრივი ხალხი. და არავითარი პრეტენზია არ შეიძლება ამ ხალხთან მქონდეს. ესენი საზოგადოებრივი ჩვეულებრივი ნაწილია, გამკვებით მინდა რომ ვთქვა. და ლომის წვლილი მე მაქვს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი მივიღეთ, იმიტომ რომ კანონმდებლობასთან რაღაც დაპირისპირებაში მოდიოდნენ.